Brawl Stars-ი. თამაში, რომელიც ძალიან ბევრმა დაივიწყა. მოგესალმებით მეგობრებო, ყველას დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი და დღეს მე მინდა ვისაუბრო დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია, ამიტომ იმედია ძალიან არ ჩავფლავდები და ცოტა აქტივი მაინც მექნება. 2020-დან 2022 წლამდე Brawl Stars-ი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დებადი კონტენტი იყო ქართულ YouTube-ზე. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო Andrew Mobile Gaming-ი, რომელსაც ყველა ითხოვს რომ დაბრუნდეს, მაგრამ ზოგი იძახის რომ ჯარში არისო, ზოგი რას იძახის, ზოგი რას, მაგრამ ამდენი ხანი ჯარში ვერ იქნებოდა. ყველა მიცის რომ შეცვლილი არის. დიდი ხანი არ დაბრუნებულა, ყველას ენატრება, მაგრამ არ ვიცი დაბრუნდება თუ არა საერთოდ. მოკლედ, Brawl Stars-ს შეეხება. მე პირადად თამაში დავიწყე 2020 წლიდან, როცა რავი, ყველაზე მეტად დაიწყო ხალხმა თამაში ალბათ. 2020 წელს გამოვიდა Brawl Pass-ი და ახალი რეირითი, ქრომატიკი. ეგ უკვე წაშალეს და ულტრა ლეგენდარი დაამატეს, მაგრამ ანუ Brawl Stars ძალიან გაბანძდა და აღარ თამაშობ რაღაცნაირად რა. სულ სხვანაირი შეგრძნება იყო ძველი Brawl Stars-ის თამაში ალბათ. ვინც ადრე თამაშობდით და მეთანხმებით. რავი, ალბათ გადავაყდი მაგ თამაშს და რაღაცა 8 სიმციმევდა 9-ზე ავდიოდი სიხარულისგან. გავიდა ეხა დრო, საერთოდ აღარ მიხარია Brawl Stars-ში, რაიმე რაღაც სკინი მაჩუქეს ეხა ეგეც არ მიხარია Brawl Stars-ი ეხა Supercell-ი რით რა გვაჩუქოს, ანუ ვეღარ გებულობს იმდენი რაღაცა გვაჩუქეს, იმდენი ივენთი გააკეთეს, იმიტომ რომ ძალიან მოაკლდა საერთოდ რეიტინგი ამ თამაშს და ყველაფერი, იმიტომ რომ აღარავინ აღარ თამაშობს. ბევრი რამე წაშალეს, ბევრი რამე დაამატეს, ზოგი სისულელე, ზოგი კარგი რაღაცეებიც, მაგრამ აღარავის აღარ მოსწონს რა, მუღამით დამეკარგას მე თამაშს. 2020-დან 2022-მდე ყველაზე მეტად ასწორებდა ალბათ Brawl Stars-ი. ასევე არსებობდა იუთუბერი Mr. Skillman-ი, ასე ეწერა YouTube-ზე, ეგეც საინტერესო იუთუბერი იყო. Nika TMG-ც იღებდა ხოლმე ზოგჯერ Brawl Stars-ს. საერთოდ Brawl Stars-ის ერა დაიწყო 2020-დან, მე ასე ვფიქრობ. და 2022-მდე დაახლოებით გაგრძელდა. ნუ უფრო 21-20 იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშისთვის, იმიტომ რომ მაგ დროს თამაშობდა მთელი მსოფლიო ალბათ მაგ თამაშს და ძალიან კარგი თამაში იყო რა მაგ დროს ამ დროისთვის, ეხა ძალიან დაეცა ყველაფერი საერთოდ და ბევრი თამაში მირჩევნია Brawl Stars დღესდღეობით. აღარ თამაშობ ხშირად უბრალოდ იმიტომ აქ გადამოწერილი რომ ზოგჯერ შევდივარ და რაღაცა საჩუქარს გავხსნი რა. ყუთები რაც ამოიღეს 2022 წელს, აი ვსიო, მანდიდან უკვე მოთამაშეების რეიტინგის დაკლება, მოთამაშეების დაკლება აი მანდიდან წავიდა და დღესდღეობით გრძელდება რა. ასეთი გამოვიდა Brawl Stars-ზე პატარა ამბები და თუ გინდათ რომ სხვა თამაშებზეც გადავიყო ასეთი ვიდეოები, დაწერეთ თუ იქნება ჩართული კომენტარები საერთოდ. და ნახვამდის, შეხვედრამდე.